აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ბორჯომის ხეობაში ჯომარდობაში აფხაზეთის თასის გათამაშება გაიმართა. აფხაზეთის თასის 2018 წლის გათამაშებაში 16 გუნდი მონაწილეობდა. ტურნირის მიზანია ქვეყანაში ჯომარდობის პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციისა და აფხაზეთის კულტურის სამინისტროს ეგიდით ჩატარდა ეს ტურნირი, რომლის მთავარი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია. გუნდების რაოდენობამ და ინტერესმა ამ სპორტის მიმართ ძალიან იმატა. წელს ჰქონდა შესანიშნავი საშუალება და რეკორდული რაოდენობის გუნდები დაფიქსირდა. იყვნენ წარმოდგენილი უცხოური ბეჭდვითი მედიის წარმომადგენლები დანიიდან, საბერძნეთიდან, ირანიდან. დიდ მადლობას ვუხდით აფხაზეთის კულტურის სამინისტროს თითოეულ პიროვნებას, ვინც იყო აქტიურად ჩართული, ვინც მონაწილეობდა. ტურნირის გამარჯვებული და აფხაზეთის თასის მფლობელი მორაგბეთა გუნდი ტაო გახდა. მეორე ადგილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდმა დიოსკურიამ დაიკავა. მესამე ადგილზე ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის გუნდი გავიდა. გათამაშდა აფხაზეთის თასი ჯომარდობაში 2018. ექსტრემალური სპორტია, ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და თაყვანისმცემელი ამ სახეობას. დღევანდელმა რაოდენობამ გუნდებისამ ცხადყო, რომ ეს სპორტის ეგსახეობა იქნება ჩვენი მუშაობის პრიორიტეტი სპორტის მიმართულებით. მეორე ადგილზე ძალიან მიხარია და მიამაყება, რომ აცხადებ ამას, გავიდა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდი. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაუხადო შეჯიბრების ორგანიზატორებს, აფხაზეთის მთავრობას, ტაოს სახელით ძალიან ყოფილები ვართ. ძალიან კარგი შეჯიბრება იყო, ძალიან კარგი ხალხი იყო, ინსტრუქტორები ძალიან ესეთი კვალიფიცირებული, ესეთი კარგი ხალხი გვეხსნიდნენ ყველაფერს გასაგებენაზე. თუ ჩატარდება კიდე მივიღებთ მონაწილეობას და რა თქმა უნდა ისე პირველ ადგილზე გავალთ. ტურნირში გამარჯვებული გუნდები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. წელს მეხუთეჯერ ჩატარდა ტურნირი ჯომარდობაში აფხაზეთის თასზე. 16 გუნდმა მიიღო მონაწილეობა უშუალოდ საშეჯიბრო მომენტში, 2 გუნდი კი იყო სამოყვარულო, რომლებმაც მიიღო მონაწილეობა. ტურნირი ჩატარდა მაღალ დონეზე. მე მადლობა მინდა უთხრა აფხაზეთის მთავრობას ამის მხარდაჭერისათვის, ჯომარდობის ფედერაციას